თბილისის საკრებულოს წევრები დღეს მერიის სამსახურების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესახებ ინფორმაციას ისმენდნენ. საკრებულოში ანგარიში წარადგინეს კეთილმოწყობის, გამწვანების, სინათლის ქალაქის და კულტურული ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლებმა. ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრისას ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით ორი პრობლემა გამოიკვეთა და არ არსებობს საენერგე მეურნეობა, თარხდება ჰაერის წყლის და მიწის ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა. და საკრებულოში ასევე საუბარი შეეხო ავარიული სახლების აღიქვას და საგზაო ინფრასტრუქტურას. გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად შევქმნათ აუცილებელი სამსახურში ის პირობები, რომ სერიოზულად იყოს ეკოლოგიური პრობლემებით დაკავებული ეს სამსახური და არა მხოლოდ მცენარეების მოვლა-პატრონობით და გადარგვით და გამწვანებით დაკავებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ მიერთებული ვართ ორგზის კონვენციას და რეალურად ჩვენ პასუხისგებელი ვართ ამ კონვენციის პირობების შესრულებაზე და ეს სერიოზული საფრთხე ეკოლოგიურად ზოგადად დედაქალაქში. საქართველოში უნდა არსებული საენერგო მეურნეობები და უნდა არსებული სანაგემოვნების ისეთი როგორც თქვათ ევროპის ქართულ ქვეყნებში ეს ამის აუცილებლობა არის. ეს გამოიწვევს ელემენტად იმას, რომ ჩვენ აღარ მოგვიწევს ხშირ შემთხვევაში უცხოეთთან შემოწმება სანარგაობის და ადგილობრივი წარმოება განვითარდება და იგივე ხალხი დასაქმება და ადგილობრივი ჯიშის დაყრდნობით შესაძლებელი იქნება რომ არამართული ზოგადად საქართველოს გამწვანება მოხდეს.